დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ და მნიშვნელოვან ისტორიაზე, როგორ დაეცა დასავლეთ რომის იმპერია. აი, ის იმპერია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ფაქტობრივად მთელ მაშინდელ ცივილიზებულ სამყაროს მართავდა. იცით, ეს ის კითხვაა, რომელზეც ისტორიკოსები საუკუნეებია თავს იმტვრევენ. აი, როგორ ხდება, რომ სტრუქტურა, რომელიც ასეთი უძლეველი და მონოლითური გონია, უცებ ინგრევა. მოდით ერთად გავერყვეთ ამ საქმეში. მაშასე 476 წელი. ეს არის, ასე თქვათ, ოფიციალური თარიღი, როცა დასავლეთ რომის იმპერია დასრულდა. სწორედ ამ წელს ჩამოაგდეს ტახტიდან ბოლო იმპერატორი, რომულუს ავგუსტულუსი. მაგრამ იცით, ეს მხოლოდ ფინალი იყო, კულმინაცია. სინამდვილეში იმპერიის დაცემა არ ყოფილა ერთი კონკრეტული დღე. ეს იყო ხანგრძლივი, ძალიან რთული პროცესი, რომელიც 10 წლეულები გრძელდებოდა. კარგი, იმისთვის რომ გავიგოთ რამ გამოიწვია ეს კოლაფსი, უნდა დავბრუნდეთ უკან და ვნახოთ ის ბზარები, რომლებიც ბევრად ადრე გაჩნდა. და ყველაზე პირველი და ალბათ ყველაზე ღრმა ბზარი, ეს იყო იმპერიის ორად გაყოფა. და უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ იყო რაღაც უბრალო ადმინისტრაციული გადაწყვეტილება. არა, ამ გაყოფამ ფაქტობრივად ორი სხვადასხვა სამყარო შექმნა და მათ სრულიად განსხვავებული მომავალი ჰქონდათ. შეხედეთ, ეს გაყოფა უბრალოდ რუკაზე ხაზის გავლებას არ ნიშნავდა. ეს იყო კულტურული, ეკონომიკური უბსკრული. ერთ მხარეს ჰყავდა დასავლეთი, ლატინურენოვანი, რომელიც მუდმივი თავდასხმების გამო სულ უფრო სუსტდებოდა. მეორე მხარეს კი აღმოსავლეთი, ამო ბიზანტია, ბერძნულენოვანი, ბევრად მდიდარი და რაც მთავარია, თავისი სუპერდაცული დედაქალაქით, კონსტანტინოპოლით. ხვდებით ხომ, ძალაუფლების ბალანსი აშკარად დარღვეული იყო და ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. კარგი, ესე იგი, იმპერია შიგნიდან იყო დასუსტებული. მაგრამ ეს ამბის მხოლოდ ერთი ნაწილია. იმიტომ რომ ამას დაემატა უზარმაზარი წნეხი გარედან. პროცესი, რომელსაც ისტორიაში ხალხთა დიდი გადასახლება ჰქვია. და რომ წარმოიდგინოთ, ეს არ იყო უბრალოდ 1-2 ტომის შემოსევა. არა, ეს იყო ხალხის უზარმაზარი ტალღები, რომლებიც მთელი კონტინენტის მასშტაბით მოძრაობდნენ. ყველა ახალ სახლს ახალ მიწას ეძებდა. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელ ზეწოლას ახდენდა რომის უკვე ისედაც დასუსტებულ საზღვრებს. აბა, რატომ დაიწყო ეს ყველაფერი? რა იძულებდა ამდენ ხალხს მიეტოვებინა ყველაფერი და უცხო მიწებისკენ წასულიყო? პასუხი, ასე ვთქვათ, ორ ნაწილად იყოფა. იყო ფაქტორები, რომლებიც მათ სახლიდან აგდებდა და ფაქტორები, რომლებიც რომის იმპერიისკენ იზიდავდა. მოდით დავიწყოთ იმით, თუ რა აგდებდათ მათ. წარმოიდგინეთ, აღმოსავლეთიდან მოდიოდნენ ხუნები, დაუნდობლები და სასტიკები. ისინი აიძულებდნენ სხვა ტომებს, მაგალითად გუთებს, რომ უბრალოდ გაქცეულიყვნენ. ამას დაამატეთ კლიმატის ცვლილება, რომელიც მათ მიწებს უნაყოფოს ხდიდა. ანუ, ეს არ იყო არჩევანი, ეს იყო პირდაპირი ბრძოლა გადარჩენისთვის. კარგი, და რა იზიდავდათ მათ რომისკენ? რომი თავისი ყველა პრობლემის მიუხედავად, მაინც იყო რომი. სიმდიდრის სტაბილურობის სიმბოლო. ეს ხალხი ეძებდა არა მხოლოდ უსაფრთხოებას, არამედ უკეთეს ცხოვრებას. მათ უნდათ მიწა, შესაძლებლობები და ამ ყველაფერს ისინი სწორედ იმპერიის საზღვრებს შიგნით ხედავდნენ. და აი აქ მივდივართ მთავარ დასკვნამდე. თქვენ გაქვთ იმპერია, რომელსაც შიგნიდან უკვე დასუსტებულია და ამას ემატება უზარმაზარი წნეხი გარედან. ეს ორი რამ ერთმანეთს დაემთხვა და სიმართლე გითხრათ, დასუსტებული დასავლეთი ამას უბრალოდ ვეღარ გაუძლებდა. შედეგიც ფაქტობრივად გარდაუავალი იყო. კარგი, იმპერია დაეცა, მაგრამ რა მოხდა შემდეგ? რა აშენდა მის ნანგრევებზე? ისტორია ხომ აქ არ სრულდება. პირიქით, სწორედ აქედან იწყება სრულიად ახალი ეპოხა, რომელმაც საბოლოოდ თანამედროვე ევროპა შექმნა. და ეს საკვანძო კითხვა. წარმოიდგინეთ, უზარმაზარი, ერთიანი იმპერია, უცებ ქრება და მის ადგილას იქნება სრულიად ახალი პოლიტიკური რუკა. იქ, სადაც ადრე რომის პროვინციები იყო, ახლა სულ სხვა სამეფოები გაჩნდა. უსტკუთები იტალიაში, ვესტკუთები ესპანეთში. ფრანკებმა გალიაში შექმნეს სამეფო, საიდანაც მერე საფრანგეთი წამოვიდა. ანგლოსაქსებმა ბრიტანეთში, საიდანაც ინგლისი. სწორედ აქ, ამ ახალ სამყაროში დაიწყო რომაული და გერმანული კულტურების საინტერესო შერწყმა. ეს იყო ფაქტობრივად თანამედროვე ევროპის დაბადება. პოლიტიკური რუკა სამუდამოდ შეიცვალა და შუა საუკუნეებიც დაიწყო. ასე რომ საბოლოო ჯამში 476 წელი, როგორც თქვით, უფრო სიმბოლური თარიღია. კოლაფსი იყო პროცესი. და იცით რა არის ყველაზე საინტერესო? იმპერია როგორც სახელმწიფო კი გაქრა, მაგრამ მისი იდეა, მისი მემკვიდრეობა, კანონები, ენა, არქიტექტურა ამ ყველაფერმა საუკუნეებს გაუძლო და დღემდე აყალიბებს ჩვენს ცივილიზაციას.
და საბოლოოდ რომის დაცემის ისტორია გვიწოვებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც დღესაც კი აქტუალურია. რას გვასწავლის ჩვენ ეს ყველაფერი? რას გვეუბნება ეს უდიდესი იმპერიის კოლაფსი, შიდა დააყოფაზე, გარე საფრთხეებზე და იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცვლილებებთან ადაპტაცია? ვფიქრობ, ეს ისტორიული გაკვეთილია, რომელზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.